დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ საინტერესო სტუმრებით, რომლებიც პირველად მობრძადნენ ჩვენ შოუში. გთხოვთ შეეგებოთ კახაბერი და ხანუმები. მობრძანდით. მოგესალმებით. ძვირფასო ხალხო, ვიხარია რომ საბოლოოდ რანაირად მოხდა ესე, არ ვიცი რომ ამდენი ხანი შენი მოუცელობიდან გამომდინარე თუ რაღაცა გეგმები ვერ დავემთხვიეთ, სხვადასხვა ეთერებში კი ვხდებოდით ერთად, მაგრამ ჩვენთან აი პირველად არის და ძალიან მიხარია რომ მას ვიძლებთ. ასევე ძალიან მიხარია, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეხა გამახსენდა რომ ჩვენ პირველად მე რო გამოვდიოდი, უკვე 25 წელი გავიდა. აბა კაცო, ერთ-ერთ პირველი იუმორინაზე და თან როცა მაშინ მარტო ვიყავი და ეხა გამომრავლდი. ახლა გამრავლდა თან ესეთი ბოლო 15 წელია უკვე. დავიფიქრე, იცი? ჩემი და შენი თანამშრომლობა 25 წელია უკვე რაც დაწყებულია, მაგრამ გოგონებთან ასე ვთქვათ, შემოქმედებითი შეხება არ მქონია და არ გავუშვებ ამ შანს ხელიდან და სიმღერა აქვე რო წავიმღეროთ, ხო შეიძლება? სანამ თქვენს საყვარელ ფოლკ ელექტრონულ ჟანრს მივადგებოდეთ, ა? ნამდვილად და სხვადასხვა შორის წესით მე უნდა დაუკვრა გიტარაზე, მაგრამ იქ სადაც ჩემზე უფრო პროფესიონალია ადამიანი, აუცილებლად ამ ადამიანმა უნდა შესვას და ძალიან სასიამოვნო იქნება რომ ეს გამოვა პირველად დუეტი ასე. კი ბატონო, აბა ცადოთ, ეხლა ვეწვი მომაწყდა. ძალიან მოხარული ვარ ამის. Чума магнарашия Тамутолили Вихазет медагахи сухи чрдили მადლობა გოგონებო, ესეთი კეთილთმოვანი ჟღერადობისთვის. ეხლა უნდა დავიწყო იმ პროექტიდან და იმ შენი, ასე ვთქვათ, როლიდან, რომელთაც აალაპარაკე შენ მორიგ ჯერზე ქვეყანა პროექტში ვინ არის, იყავი ვერძი, პირველივე გამოჩენისთანავე ესე მიიპყრო ყურადღება მაყურებლის და ჟიურის წევრებისაც. კი გაჟღერდა მე როგორც ვიცი შენი ვერსია, მაგრამ მე იკარგებოდნენ, იმიტომ რომ შენ რაღაცნაირად ახერხებდი ამ ლავირებას და მითხარი, ესეთი პროექტია, სადაც უნდა დაემალო ოჯახის წევრს, მეგობარს, ახლობლებს და შეიძლება ყველას დაემალე, მაგრამ ხანუმებს როგორ დაემალები? როგორ იყო ეს მალვის პროცესი, ასე ვთქვათ, კონსპირაციის? ზოგადად რთულია ჩემი დამალვა უკვე და ვიტყოდი ამდენი წლის შემდეგ არსებობის და მოქმედების ხანუმებს არა ვერ დაუმალე ხანუმებს. ხანუმები იცოდნენ ესე იგი. ო, უბრალოდ ეს კახაბერის ანგელოზები არიან ესე რომ სამაგიეროდ ჩვენ დავმალებ. შესაბამისად კარგად. კი, ძალიან კონფიდენციალურები არიან საქმესთან დაკავშირებით და ამიტომ შესაბამისად კი იცოდნენ, მაგრამ არ გაჟღერებულა ასეც. და შემჩნევით თავიდანვე იყო ხო გაჟღერებული ჩემი სახელი. ეცადე მაქსიმალურად, რა ვიცი, პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტში ჩემი მონაწილეობა იყო ზუსტად ამ მიზნით, რომ ამდენი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩემი თავი, ასე ვთქვათ, იგივე სიმღერაში, იმიტომ რომ მე ამდენი წელია მე სხვისი სიმღერა არ მიმღერია, მით უმეტეს ინგლისურად. საერთოდ ხო შენ როგორც შენ საავტორო კომპოზიციებს ასრულებ ჩემ როგორც ავტორ-შემსრულებელი თავიდანვე ვიცით რომ ასე მოქმედებ და ეს ჩემთვის გამოცდა იყო
და რეალობაში ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ თუ როგორ გავართმევდი თავს. თუნდაც იმ რუტინას, ასე ვთქვათ რა, სამუშაო პროცესის, იმიტომ რომ ხა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მე პროდიუსერობ და მენეჯერი გვყავს ელენე, რომელიც ასე ვთქვათ, ყველაფერს ალაგებს ისე, რომ დროების მიხედვით, ისევ ჩვენი კომფორტიდან გამომდინარე, ხო და ამ შემთხვევაში ცოტა შენი კომფორტიდან გამოდიხარ და ასრულებ, ასე ვთქვათ, შესასრულებელს. შესაბამისად ეთყობა რაღაცა მომენატრა ეგ თემა, რაღაც პერიოდში, თუმცა საკმარისია. რაც იყო. ითხარი როგორი იყო თვითონ აი ეს ჩემი თავისუფლების დათმობა ძალიან მიჭირს ხოლმე. რა დროის ეპიზოდებს როგორ გაიხსენებდი სადების პროცესს და გადაღების და ძალიან საინტერესო პროცესი იყო და არაჩვეულებრივი მუსიკალური პროდიუსერები, რომლებთანაც ერთად ძალიან სასიამოვნო იყო იმ ასე ვთქვათ მუშაობა. დიდი მადლობა მინდა უთხრა მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ძალიან შრომატევადია ეს ყველაფერი რა, ძალიან ადვილია როცა უყურებს ადამიანები ტელევიზორის მეორე მხრიდან, ხოლო იქ რაც ხდება შიგნით, თუ რამხელა სამუშაოა, რა პროცესები მიმდინარეობს, ეს არავინ არ იცის. ამიტომ არ მიკვირს ხოლმე, ცოტა არასწორად შეფასება რო ხდება შემოქმედი ადამიანების, ხელოვანი ადამიანების, ასე ვთქვათ, შემსრულებლების, იმიტომ რომ მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ ეს რა სირთულეებია იქ და ამას რა დრომი აქვს და კულისებში რა ხდება. აი ყველა ეს ადამიანი, რომელიც ახლა აქ მუშაობს და გადაღებაზე ოპერატორებიდან დაწყებული, რეჟისორი დამთავრებული, ეს ადამიანები არ ჩანს. ხო, აქ ძალიან დიდი პროცესია და შესაბამისად ყოველთვის სულ მინდა რომ რაღაცა ისე გაკეთდეს გადაცემები და რაღაცა რომ თავის ბექსტეიჯიც იყოს წარმოჩენილი თავისი ადამიანებით, იმიტომ რომ მართალია, იმიტომ რომ მათ პროფესიონალიზმია ყველაფერი დამოკიდებული და რაცა უნდა გააკეთო აქ, ეს თუ სათანადოდ არ გადაეცა, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაც გუნდური მუშაობა და შესაბამისად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, მადლობის თქმა პირველ რიგში ალბათ და მადლობა უთხრა კიდე ნამდვილად. დიდი მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს. აქაც იქაც დანარჩენი გაგითხრათ, კოსტუმი ძალიან სამბეჭდავი იყო? სამბეჭდავი ერთიდან, თეატელია, ეხლა გენიოსია ეს გოგო. ხატვარი. მესამე ათწლეულია, რაც თანამშრომლობ და მეგობრობ და ასე შემდეგ და იმდენად ეს კოსტუმები ისეთი, ძალიან ბევრი ვითხოვე, რომ ეს კოსტუმი სახში გამატანა რა. არაო, იმედის მუზეუმში უნდა იყოს. მეთქარი მათხოვეთ მაინც, ხო შეიძლება წავიღებ მოვიტანოთ. რაც შეეხება, ხა კოსტუმში მოძრაობა ჩემთვის პირველი იყო ეს, იმიტომ რომ მე საერთოდ იმდენად თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ და კომფორტის, ხო, რომ ჩემი სამოსი შევქმენი მაგის გამო, რომ სცენაზეც მქონოდა ყოველდღიურობაში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩემი კომფორტულობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ის რაც მე ყოველთვის შემიძლია მე გადავცე, ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად მსმენელს და მაყურებელს. ამიტომაც გაკეთდა ეს ჩემი სამოსი, იმიტომ შევიქმენი ჩემი კომფორტისთვის. რა თქმა უნდა, მან ცოტა ჩემი კომფორტიდან ამოვარდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერძს ასრულებ ადამიანი, ის რო ცალკე რო ის გადავიკითხე ყველაფერი ამის შესახებ ხმასთან და კავშირებით მოძრაობასთან და ყველაფერი ეს გავიარებ მანამდე ფაქტია, მაგრამ თვითონ სცენაზე რო დგეხარ და აი ამ კოსტუმით გიწევს მოძრაობა, ხანდახან გავიწყდება რაღაც მომენტში, რომ გონია რომ შენ ხარ და აბა მიდი შენ გაიგე და ეგ მიდიოდა შუაში გამოსწორება, რომ მე არა ვარ, იმიტომ რომ მე არ ჩან ვარ, ხო ხდები და ვარ ვერძი და შესაბამისად მოდი შეგაწყვეტინებ. ანდრი, მე მგონი პირველად სწორედ მაგით, ასე ვთქვათ, შეამჩნია, რომ მიხრა-მოხრა პირველი ხო. ანდრი, ბრო, ამის ფეხებს ყველა ცნობს. ანუ რაღაცა ისე მიხრა-მოხრა ესეთი აქ რო. და ჩემი ფეხები იცნო, მოგლეთ ანდრი რა. მიხთი ფეხებით დაიწყო და ბევრი ვიცინით. ამაზე სულ ვიცინით, ამაზე, იმიტომ რომ სულ მიდის საუბარი, ვის უკეთესი ფეხები აქვს და ამისო. მე მგონი მე ვთვლი, რომ მაინც მე უკეთესი ფეხები. ხო, მოგლეთ ეს ხუმრობა და ერთი სიტყვით მაქსიმალურად ვეცადე რომ გადმომეცა ეს მუხტი, ეს აურა, ასე ვთქვათ და არა, გამოვიდა შესანიშნავად, იმიტომ რომ ყველას ახსოვს ეს პერსონაჟი და თავარი სწორედ ეს არის, ხო, აი რომ რა შთაბეჭდილება საბოლოოდ ამ გამოცდილებას. მივიღე და სხვათა შორის ძალიან ბევრი კარგი გამოძახილი მივიღე და ეხაც მოდის ყოველ დღე. ხო და ალბათ ამიტომაც გულმა მიგრძნო ალბათ როგორც პროდიუსერი, რომ რაღაცა წინა სწარგრძნობის მომენტია, რომ უნდა მიიღო მონაწილეობა მსგავს შოუში, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ დავიწყოთ იქედან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანებს რაღაც ბედნიერების წამებს ჩუქნი. ჩვენი საქმე რა არის, ხო? ჩვენ ვავიწყებთ ადამიანებს რამოდენიმე წამით ყველანაირ პრობლემას. თუნდაც ის ერთ სიმღერაში, თუნდაც გამოსვლაში. ამიტომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია, ასე რომ ჩვენ თუ მილიწამებს ვურსებთ ადამიანებს ბედნიერებით, ხო?
ჩვენ თვითონ ამით ბედნიერები ვართ ყოველთვის რა, იმიტომ რომ ამის გაზიარება რო შეგვიძლია და ამ ენერგეტიკის ასე ვთქვათ პოზიტივის გადმოცემა და ასე შემდეგ. ჩვენი პროფესიონალიზმიც იმაშია, რომ ამ ადამიანების სახეზე ბედნიერებას ვხედავთ. გარდა იმისა, რომ ხა მე ის უკვე დავიწყებული მაქვს ჩემი ასე ვთქვათ რაღაც სოლო მოძრაობები და კახუჩელას პერიოდი. ხო, აი კახუჩის კარიძის მერე კახუჩელას პერიოდი. ესე 10 წლეულებად აღმოჩნდა, რომ 10 წლეულებად მაქვს ეს ყველაფერი, ხო, თუმცა ის გზა გასავლელი იყო, ის იყო ჩემი პროდიუსერული ასე ვთქვათ გადაწყვეტილება ჩემ თამთან დაკავშირებით და იმიტომ რომ შენ კი იცი რომ ეხა მე მოწოდებით მომღერალი არა ვარ, თუმცა ავტორშემსრულებლობაზე კმაყოფილი ვარ და ვიყავი, მაგრამ მაინც დღესდღეობით არის ჩემთვის ყველაზე კომფორტული როგორც მუსიკოსისთვის ეს თავისუფლება, რასაც ახლა ვაკეთებთ. სრულიად თავისუფალი ვარ მუსიკალურად და ეს გენიალური ადამიანები, ვინც ჩემთან ერთად უკვე მე-15 წელია, ხო? მე-15 წელია, ან მე-11 წელია რაც ალბომი არსებობს და მე-15 წელია რაც ჩვენ ერთად ვართ, ხო? ბევრ საინტერესოს კიდევ შემოგთავაზებთ ძალიან მალე. ჩვენ ყოველ თვე ხა გამოდის რაღაც ჩვენი მუსიკალური ასე ვთქვათ კომპოზიციები. ის ეტაპი მოგეთ დავიწყე და ხა რაც არის ეს იქნება ყოველთვის. ეს ჩემთვის მარადიულობა. ახლა გადავალ შენს ნიჭიერ ხანუმებთან მოგონებო მე ჯერ კიდევ აი პროექტის საბეჭდილების ქვეშ ვარ ყველანი, იმიტომ რომ ახლა მთავარი სატელევიზიო მოვლენა ეს არის ქართულ ტელესივრცეში. მითხარით, თქვენ როგორ აკვირდებოდით ამ პროცესს გარედან და როდესაც დამთავრდა კახაბერის გამოსვლა ამ პროექტში, უფრო გული დაგწდა თუ პირიქით? შვებით ამოისუნთქეთ რომ დაიბრუნეთ ბოლომდე. მე მგონი შვები. ორივე, იმიტომ რომ კიდე გვინდოდა რომ გვენახა კახა, იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემი აზრით. ძალიან მომწონდა ამ ამპლუაში და კიდე მინდოდა მენახა თვითონ. თუმცა უფრო ურჩევნიათ რომ კონცერტზე ვნახოთ. ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენც სიამოვნებას ვხებულობდით მოკლედ მისი წარმოდგენით. ძალიან საინტერესოა კახასთან, არ ვიცი, აი იმდენად კარგად გამოგვდის ეს ალბათ თანამშრომლობა ერთმანეთთან, რომ ამის ხარჯზე მოვდივართ. და ვაკეთებ საყვარელ საქმეს. რაღაც თანამშრომლები ოჯახი ვართ. ოჯახები არ არიან ერთად 15 წელი. კიდევ ერთი მუსიკალური კომპოზიცია მინდა გქოვოთ რომ შევასრულოთ და რა იქნება ეს შევმოწრო? ეს იქნება ჩვენი პირველი ალბომიდან, რომელსაც ეწოდება ანიდან ჰაემდე, სადაც არის ყველა რეგიონის სიმღერა ამ ალბომში და ეს ალბომია ზუსტად ის ალბომი, რომელზეც მე 20 წელია ნამუშევარი მაქვს იმისთვის, რომ თუ რა ფორმატით გამოსულიყო და ეხლა ვეძახით ეს როგორ ღვინის ფორმატია თქო რა, რაც უფრო დრო გადის, უფრო და ერთ-ერთი სიმღერა, ერთ-ერთი რეგიონის სიმღერა ამ ალბომიდან, რომელსაც ეწოდება ტაში ბიჭო გიორგული. იოლად მიხვდებიან, რადგან ტაში ბიჭო გიორგულა, რომელი რეგიონის სიმღერა რა? ხო, უბრალოდ ეხლა მოისმენთ ჩვენს ვერსიას კიდევ.
ბოშუნა დაში ვიჯოგი ორგუნა ორგო შვარე ბოშუნა დაუკვირდი მაგასაო მაგი ყიდის კაბასაო დაუკვირდი მაგასაო მაგი ყიდის კაბასაო კაბასავა და მაგრი გოგო სამისტანასაო კაბასავა და მაგრი გოგო სამისტანასაო პრემორა ჭველი ბოშუნა ზემორა ჭოს მიყავსაო პრემორა ჭველი ბოშუნა ზემორა ჭოს მიყავსაო დაში ვიჯოგი ორგუნა დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, კახაბერს და ხანუმებს, წარმატებები უსურვოთ მათ და გამორჩეულად მინდა სიკეთე ჯანმრთელობა უსურვოთ ანას, რომელიც ახლა მეოთხე ბავშვს ელოდება.